ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მახათაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ოლეგ შველიძე ჩაანაცვლა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა ოლეგ შველიძესთან კომუნიკაცია სცადა, თუმცა უშედეგოდ. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ოლეგ შველიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო აღნიშნულ პოზიცია დაიკავა აღნიშნული სერვისის ცენტრის უფროსის მოადგილემ ბატონმა მამუკა მახათაძემ. ბატონი მამუკა მახათაძე 2019 წლიდან მუშაობს აღნიშნულ სერვისის ცენტრში. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გზნობით და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ასევე კიდევ ერთხელ მინდა უსურვო წარმატებები ბატონ მამუკას სერვისის ცენტრის საქმიანობაში და იმედი გვაქვს, რომ მისი საქმიანობა ძალიან კარგად და დადებითად აისახება მუნიციპალიტეტზე და მუნიციპალიტეტის ცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს. მოტივაციას რაც შეეხება რაიონის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უკეთესად განვითარებისათვის. ჩვენ სამსახურში არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც არის გადასაჭრელი, წლების განმავლობაში არ გადაჭრილა და ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს და დაალაგდეს და გასწორდეს და ალბათ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ხელმძღვანელობამ. მოკიდებულება დღეს კი არის ახალი პოზიცია ხელმძღვანელის უშუალოდ სიტუაციაში, მაგრამ მე უკვე დაახლოებით 6 წელიწადია ამ სამსახურში ვმუშაობ. და თითქმის ყველა დეტალი, ყველა საკითხი რა გამოწვევებით სამსახურს გააჩნია, შესწავლილი მაქვს და რა თქმა უნდა, ეს მე საშუალებას მომცემს ხვალიდელი ნაბიჯების გადასადგმელად, რომ სწორად გადაიდგას ნაბიჯები და მოხდეს იმ პრობლემების აღმოხვა, რაც დღემდე მოსდევდა სამსახურს და უკეთესი სამსახური იყოს ჩამოყალიბებული, ეს წაადგება რაიონს, წაადგება ჩვენს მოსახლეობას, ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯი და თავისთავად ეს იყო ჩემი მოტივაცია, რომ დღეს ამ სიტუაციაზე და ამ პოზიციიდან გესაუბრებით. ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ნარჩენების მოსაკრებლის მოწესრიგება, რომელიც არ არსებობს დღესდღეობით, არ არის მოწესრიგებული და მოსახლეობა ვერ ახდენს მიუხედავად სურვილისა ნარჩენების თანხის გადახდას. პროცესი იყო, ასე უნდა მოსულიყო ჩვენამდე, აეღოთ რაღაც კვითარი, დასულიყო მე ბანკში და იქ ადგილზე მოეხდინათ ამ თანხის გადახდა. მე სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ელექტრონულად მოვაწესრიგოთ, ბანკომატების საშუალებით მოხდეს ამ თანხის გადახდა და ეს პროგრამა რომ მოწესრიგდეს და იყოს მოწესრიგებული. ასევე მეზოებთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვა გითხრათ. სამწუხაროდ არ არის გრაფიკი შედგენილი, რომ რომელი მეზოვე რომელ საათზე მუშაობს ალოკაციაზე და ესეც მოსაწესრიგებელია, რომ იყოს უფრო კოორდინირებულად მუშაობის პროცესი, მოხდეს მათი გადამოწმება, თუ როგორ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს. ნაგამზიდებზეც არის ეს პრობლემა, უბნების მიხედვით არის ჩამოსაყალიბებელი გრაფიკები, რომლებიც გრაფიკს გაყვებიან მძღოლები და შეასრულებენ თავის დაკისრებულ ვალდებულებას. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არის მოსაგვარებელი და ვფიქრობთ, რომ მოვაგვარებთ ერთობლივად. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვრის საღამოს გამოცემული შეწყალებული აქტის საფუძველზე პატიმრების სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს დილიდან ტოვებენ. ნათლისღებას გამოცემული ჰუმანური აქტის მიხედვით 159 პირია შეწყალებული. იყო მოლოდინი, რომ მათ შორის იქნებოდნენ აქციების დროს დაკავებულნიც, რომელთა ოჯახის წევრებმა 19 ციხეებთან გაათენეს. ოჯახის წევრების დამონათება იმაში, რომ ახლა ყოველ შეწყალების დღეს ელოდებიან პატიმრების გათავისუფლებას ამორალური მგონია. ბუნებრივი ოჯახის წევრი როცა ყავს ციხეში, როცა იცი რომ შეწყალება, ყველა ადამიანი საქართველოში, მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების დედები არა და მშობლები ფიქრობენ იმაზე, რომ იქნება მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები მოხდნენ ამ შეწყალებაში. მათ აქვს პრინციპული პოზიცია და ვერავინ ვერ დაამონათებს, იმიტომ რომ არაფერი არ ჩაუდენეთ, ახლა რეზუკ იგნაძე რომელსაც ედავებიან იმას, რომ ხაღალდი ისროლა აქციაზე, შეწყალების დაწერის მორალური
აი საშუალება არ აქვს ფაქტობრივად ამ ადამიანს და არის კომპრომისო პოზიციაზე. ხო, ისევე როგორც ხვები არ მინდა ხა კონკრეტული ადამიანები ჩამოთავაზო, მაგრამ უბრალოდ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე. ასეთი არის ყველა სხვა პატიმარი, ხო? მათ არაფერი არ აქვს სიამრულეში დაშავებული და ტყუილადიან ციხეში და არავის შესაწყალებელი არ არიან. ეს არის მათი ახმა და არ ამგონია ხა მათი მორალური საჯულები ვიყოთ ის ხალხი, ვინც გარეთ ვარ. ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტის აფუჭებს, ასე ვთქვათ, არავითარი მოლოდინები არ შექმნილა. უბრალოდ უნდათ რომ ხელოვნურად შექმნა ასეთი მოლოდინები. რა გვესმის ამ ბოლო წლების განმავლობაში არ გწნობ, არ მინდა პარლამენტში არ შემოვალ. შენ ვინ ახარ, საერთოდ არ გწნობ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდა შექმნა რომ მოლოდინი რომ ესეთი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ არაკანონიერ მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე როგორც მათ მიაჩნიათ. ეს იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ უკვე მიგვაჩვიეთ ჩვენ ამ აბსურდულობას. ორმოცდაათი წელია, რაც მუშაობ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელპროექტის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამ ხნის განმავლობაში სკოლაში ყველა საფეხური მაქვს გავლილი ორგანიზატორობიდან, სასწავლო ნაწილობიდან დაწყებული და დაბოლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც ვიყავი, რომელიც ჩემი კარიერა დასრულდა 2014 წელს. და ყოლა, რა თქმა უნდა, დიდი გულისხმიერებით შეუდექი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას. რა თქმა უნდა, მასწავლებლობა ეს ჯერ სიტყვა ისეთი კარგი მოსასმენია, ესეთი სასიამოვნოა გულს რომ მოხვდება. მე ასე მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი ნამდვილად სული და გულით უნდა იყოს მასწავლებელი. თითოეულ მოსწავლის სულსა და გულში უნდა ჩაწვდეს. უნდა გაიგოს მისი შინაგანი ბუნება, მისი შინაგანი თვისებები, კარგი უჭირს რამე თუ დალხინებულია, რადგან ჩვენი ბავშვები, მოსწავლეები, მომავალი თაობა ეს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი თაობა, რომელიც უნდა აღიზარდოს უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით, უდიდესი მოყვასისადმი დიდი სიყვარულის გრძნობით და რაც მთავარია, უნდა იზრუნონ რომ შვიდობიან საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის. 50 წლის განმავლობაში, რაც მკტეთის საჯარო სკოლაში ვიშრომე მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე, დავიბრძოლე მათი სწავლა-განათლებისათვის, რომ მიეღოთ კარგი სწავლა-განათლება, ამისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და რესურს ცენტრმა გადმომცეს სიგელი სკოლაში წარმატებული მოღვაწეობისათვის და ასევე მომანჭეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. მაგრამ ყველაზე მეტად სასიხარულო გახდათ ჩემთვის განათლების სამინისტროს მიერ გადმოცემული სიგელი სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის სანიმუშო აღზრდისა და მათი სწავლა-განათლებისა. კიდევ მეტად სასიხარულო გახდათ, როდესაც განათლების სამინისტრომ 2025 წლის 27 ოქტომბერს მოახდინა დაჯილდოვება საქართველოში ღვაწლმოსილი 10 საუკეთესო პედაგოგისა, რაც შემდგომ წლებში, რა თქმა უნდა, ეს ტრადიციულად იქნება ყოველთვის და რაც კიდევ მეტად ძალასა და ენერგიას და ძალისხმევას მოგცემს თითოეულ მასწავლებლებს, რომ კიდევ მეტად ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავალი ცხოვრების წინსვლისათვის.